მოქრება თუ არა მსოფლიოს ახალი პანდემია კითხვა ჩინეთის ნაწილში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ გააქტიურდა მიზეზი მეტაპნევმოვირუსის ხშირი შემთხვევებია. საუბარია ვირუსზე, რომელსაც არსებობის საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს საქართველოში კი ის პირველად 2001 წელს დააფიქსირეს. ქართველი ეპიდემიოლოგები COVID-19-ისგან განსხვავებით მეტაპნევმოვირუსს საშუალო სიმძიმით მიმდინარე ვირუსად ახასიათებენ და განგაში საფუძვლებს ვერ ხედავენ. ექიმები მისგან მძიმე დაავადებების ან ეპიდაფეთქების გამოწვევას გამორიცხავენ. მეტაპნევმოვირუსისგან განსხვავებით ეპიდემიოლოგებს უფრო მეტად გრიპის ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი აშინეთ. ქვეყანა გრიპის გავრცელების პიკს უახლოვდება, დეკემბრიდან ძირითადად A და B ტიპის გრიპის ვირუსები ცირკულირებს. განსაკუთრებული მონიტორინგის ქვეშაა H1N1 იგივე ღორის გრიპის შემთხვევები, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში მძიმე გართულებებს იწვევს. პედიატრიული კლინიკები პრევენციულ ზომებს უკვე იღებენ. ესმატება გაგრძელდება შემდეგი კვირების განმავლობაშიც და ალბათ იანვარში მიაღწევს თავის პიკს. სეზონური ინფექციის გავრცელების პიკი, რომელსაც სპეციალისტები მიმდინარე თვის ბოლოს ელოდებიან, H1 ანუ ღორის გრიპს უკავშირდება. ამ ვირუსით ავადობის მაჩვენებელი, როგორც ირკვევა, ყოველკვირეულად მზარდია. თუმცა ამ მატებას ექიმები სტაბილურად აფასებენ და მნიშვნელოვან ეპიდაფეთქებებს არ ელოდებიან. როგორც ამბობენ, ამ დროის მონაცემებით ქვეყანაში არსებული საწოლფონდი გართულებული სიმპტომების მქონე პაციენტების მიმართვიანობას სათანადოდ პასუხობს და კლინიკების გადატვირთვას სექტორი არც მომავალში ელოდება. გრიპი და გრიპის მაგვარი შემთხვევები ეხლა 100,000 მოსახლეზე სადღაც 160 შემთხვევა ფიქსირდება, 2 წლის წინ 320-330 შემთხვევა აღინიშნებოდა 100,000 მოსახლეზე, ასე რომ მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის მხრივ ნათლად ჩანს გრიპის შემთხვევების მატება, ეს მატება არ არის ისეთი, როგორიც იყო 2 წლის წინ და პრაქტიკულად უცვლელია თუ შარშანდელ მონაცემებს შევადარებთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია გრიპის შემთხვევების მატება, ეს მატება სტაბილურია და სწორედ გრიპს გამოვარჩევთ ამ თვალსაზრისით, ვინაიდან გრიპს გააჩნია გართულებების განვითარების უფრო მაღალი რისკი და სტაციონარებში მაღალი მიმართვიანობა. ყოველდღიურად არის დიდი მომართვიანობა, როგორც სტაციონარულად, ასევე ამბულატორიულად, უფრო მეტი ამბულატორიულად არის. ის, ვისაც გართულებები აქვს უკვე პნევმონიებით, იმათ ვაწვენთ, ვისაც აქვს ჩვენება ამისი, ვისაც არა, იმას ამბულატორიულად უგზავნებთ მკურნალობას. ღორის გრიპთან ერთად ზამთრის სეზონზე ქვეყანაში B ტიპის ვირუსი და სხვადასხვა სახის კორონავირუსიც ფიქსირდება. სეზონური ინფექციებით გამოწვეული გართულებებით იაშვილის კლინიკაში განსაკუთრებით 5 წლამდე ბავშვები ხვდებიან. მხოლოდ დეკემბრის განმავლობაში ამ სამედიცინო დაწესებულებაში ვირუსული პნევმონიით 36 პაციენტი შევიდა. ექიმების განცხადებით გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არც ერთ მათგანს არ ჰქონდა ჩატარებული. შესაბამისად, სპეციალისტები მოსახლეობას ახსენებენ, რომ გართულების პრევენციის მთავარ მექანიზმად კვლავ აცრა რჩება. სამწუხაროდ ეს არ გახდა ჩვენი ქვეყნისთვის ტრადიცია, არ გახდა ერთ-ერთი ნაწილი დაავადებების პრევენციის. ძალიან ბევრი მშობელი ეხლა აკეთებს აქცენტს იმაზე, რომ კარგი იყო რომ გაეკეთებინა ვაქცინა და მართლაც ესეა, როდესაც ხედავთ, რომ ფილტვების ანთების ყველა შემთხვევა იმართება არავაქცინირებულ პაციენტს, ნათელია, რომ გრიპის ვაქცინას მართლაც ძალიან დიდი მნიშვნელობა, განსაკუთრებით ხარს უსვამ 5 წლამდე ასაკის ბავშვებში. სპეციალისტები თანხმდებიან, რომ პრევენციულ მექანიზმებს ალტერნატივა არ აქვს, თუმცა თუ მოქალაქეები თავის დაცვას ვერ მოახერხებენ, ვირუსის მიმდინარეობის პერიოდში ყურადღებით უნდა იყვნენ. იმ შემთხვევაში, თუ რესპირატორული სიმპტომები გამძაფრდება და 5-7 დღის განმავლობაში ძლიერი ინტოქსიკაცია შენარჩუნდება, ექიმები პაციენტებს სამედიცინო დაწესებულებაში მისვლას ურჩევენ. ყველაზე მეტად რესპირატორული სიმპტომები ვლინდება, მაღალი ტემპერატურა, შესაძლებელია გარკვეულ შემთხვევებში გართულდეს ფილტვების ანთებით, ან თქვათ სხვა ისეთი თანხლები დაავადებების აქტივაცია გამოიწვიოს. შესაბამისად, თუ ადამიანს უკვე ახასიათებს აქვს თანხლების სხვა დაავადებები, ან აღენიშნება 5-7 დღეზე მეტად გახანგრძლივებული და მძიმე ძალიან ძლიერი ინტოქსიკაციით, ძლიერი ინტოქსიკაციაში გულისხმობა ძალიან ძლიერი სისუსტე, ტემპერატურა, რომელიც არ ექვემდებარება შესაბამის ანტიპირეტიკებს, ან სიცხის დამწევ საშუალებებს და მას აღენიშნება ზოგადი ინტოქსიკაციის მოვლენები, რა თქმა უნდა, ასეთმა ადამიანებმა დროულად უნდა მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას. ქვეყანაში ასევე ცირკულირებს მეტაპნევმოვირუსიც, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელში აქტუალური გახდა, რადგან ჩინეთის აღმოსავლეთით შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ქართველი ეპიდემიოლოგები განმარტავენ, რომ აღნიშნული ვირუსი საქართველოში უკვე თითქმის 25 წელია ფიქსირდება და ის მოსახლეობის უმრავლესობას ერთხელ მაინც აქვს გადატანილი. ვირუსს მნიშვნელოვანი გართულებები არ ახასიათებს და ძირითადად გაციების სიმპტომებით ხასიათდება. სპეციალისტების განცხადებით, მეტაპნევმოვირუსის შედარება კორონავირუსთან და პანდემიის რისკებს საუბარი უსაფუძვლოა.